არ არსებობს ზღვარი თქვენი შესაძლებლობებისა, გარდა იმ ზღვარისა, რომელსაც თავად დაუწესებთ საკუთარ თავს. ამაში მე რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დავვრწმუნდი. ამ აუდიოში არ გესაუბრებით რომელიმე მწერალზე ან რომელიმე ტექსტის თარგმანზე, ამ აუდიოში გესაუბრებით ჩემზე დღეს რატომღაც მომინდა რომ ცოტა გულსრფელად მესაუბრა თქვენთან, გულსრფელობაში ვგულისხმობ, საკუთარ თავზე მომეთხოვ უფრო მეტი. ბოლო რამდენიმე დღეა კიდევ ერთხელ დავვრწმუნდი და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე ის, რომ მართლაც არ არსებობს შესაძლებლობების ზღვარი, გარდა იმისა, რასაც საკუთარ თავს თავად ვუწესებთ. ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნებით ამ ყველაფერს, რაც უფრო მეტად მჯერა საკუთარი თავის და რაც უფრო მეტად დიდი სურვილები ჩემთვის გახდა ნორმალური და აღარ ვთვლი რომ რაღაც შეუძლებელი და აბა ეს მე როგორ, მით უფრო ვხედავ ხელშეწყობას ყოველი მხრიდან, ისე ლაგდება ხოლმე ყველაფერი, რომ თითქმის ძალისხმევის გახებაც არ მიწევს. რომ ეთქვა ჩემთვის ვინმეს, რომ აი რამდენიმე წლის წინ ან და თუნდაც ადრეულ წლებში ჩემი ცხოვრების, რომ აი შენ ამას გააკეთებ, ამას მიაღწევ, ეს ყველაფერი იყო წარმოუდგენელი და ვერავინ ვერ დაიჯერებდა ამას ჩემთან დაკავშირებით და ვერც მე. თუმცა დღესდღეობით მე მივახციე ისეთ სურვილებს, ავისრულე ისეთ სურვილები, რომელიც მქონდა გულში და იყო ნამდვილად ჩემი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ესეთი მშვიდი, ჰარმონიული და საკუთარი გონებით, მარტივად რომ გითხრათ, ვქმნი საკუთარ მომავალს და აწმყოს. თუმცა ეს რა თქმა უნდა გრძელი პროცესია, საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, ვითარდები ყოველდღიურად და ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. თუმცა ძალიან სასიამოვნო პროცესია და ძალიან საინტერესო პროცესია ეს ყოველივე, ეს კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო. თითოეული ადამიანი მართლა იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს, მთავარია თავად ამ ადამიანს ჯერა თუ არა თავად რომ ამ ყველაფერს იმსახურებს. შესაძლებელია ყველაფერი, ნებისმიერი სურვილი შეგიძლიათ აისრულოთ თუ დაიჯერებთ, თუ მიიღებთ ამას როგორც რაღაც რეალურს და არა რაღაც წარმოუდგენელს. ჩემ შემთხვევაში ხდება ხოლმე ის, რომ მე გონებაში ადრე მიჭირდა ხოლმე ვიზუალიზაცია და ამაზე ვხელავდი ადრე, რომ ვიცი ის ვიზუალიზაცია არის საკმაოდ ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი სურვილების ასრულების მხრივ. თუმცა ეხლა დღესდღეობით აღარ მჭირდება ამისთვის მოდუნება, აღარ მჭირდება ამისთვის რაღაც ძალისხმევის გაღება, თავისთავადად ხდება ყოველდღიურობაში, ნებისმიერ დროს შეიძლება გონებაში მოვიდეს ვიზუალიზაცია ჩემი სასურველის და ეს ისე ბუნებრივად ხდება, ისე თავისუფლად ხდება. თან მჯერა ამ ყველაფრის და არ მაქვს ეჭვი. ამიტომ ძალიან მიმარტივდება სურვილების ასრულება და ყველა მხრიდან ვხედავ ხელშეწყობას და ვგრძნობ ხელშეწყობას უფლის სამყაროსი და სასურველი გარემოებები ლაგდება ხოლმე ისე, რომ გამოჩნდება ხოლმე სასურველი გარემოებები, ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან. ეს ყველაფერი ხო შემთხვევით არ ხდება, ხო? ყველაფერი არის ხელშეწყობა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შემჩნევა, დაფასება და მადლიერება ამ ყველაფრის მიმართ. ადრე ვცდილობდი ხოლმე, რომ ესე დამждარიყავი, მოვდუნებულიყავი და ეს ვიზუალიზაცია გამეკეთებინა დეტალურად სასურველის. თითქოს საკუთარ თავს წურავდი გამომდინარე იქიდან, რომ მაქსიმუმს ვთხოვდი ყოველთვის საკუთარ თავს, მინდოდა რომ ყველაფერი ყოფილიყო მაქსიმალურად კარგ დონეზე შესრულებული, თუნდაც ის ვიზუალიზაცია და რაღაც თუ არ გამომდიოდა, შემდეგ არ გრძნობდი ხოლმე თავს კარგად და ეს არ არის დაძაბულობა, არ არის ის, რაც გჭირდებათ მაგალითად სურვილების ასრულების თვის პიროვნულისთვის და განვითარებისთვის. ეს ყველაფერი უნდა ეცადოთ რომ მოხდეს ჰარმონიულად. რა თქმა უნდა, ესეც ეტაპობრივად მოდის, ხომ? თუმცა როცა გადაგივართ პოზიტივი ჩვევაში, შემდეგ ძალიან გამარტივდება ბევრი რამ.
დღესდღეობით მე შემიძლია ვთქვა, რომ აი მაგალითად მივდივარ ქუჩაში ან ვაკეთებ რაიმეს და მაქვს რაიმე კონკრეტული სურვილი, ხომ? ან რაღაცის მიღწევა მინდა. რომ დავფიქრდები იმ ყველაფერზე, ანუ ხედავ ამ ყველაფერს გონებაში კადრებივით, როგორც უკვე ასრულებულს. ეს ჰარმონიულად ხდება და თავისთავადად ხდება. ყველანაირი ძალისხმევის გარეშე და ამ დროს მართლა მჯერა მე, რომ ეს ყველაფერი უკვე მოხდა, ანუ შესაძლებელია რომ მოხდეს, რომ ვიმსახურებ ამ ყველაფერს, რომ შემიძლია მე ამ ყველაფრის მიღწევა და საოცარ სიმშვიდეს, შინაგან სიმშვიდეს და ჰარმონიას ვგრძნობ და ასევე სიყვარულს და მადლიერებას. და შემიძლია ვთქვა, რომ ეჭვის თითქმის საერთოდ არ მაწუხებს, ანუ მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს არის ის, რაც გჭირდებათ, რომ იყოთ უფრო ჰარმონიულები, იყოთ უფრო მშვიდები, მიენდოთ საკუთარ თავს სამყაროს პროცესს, უფალს, დაიჯეროთ, რომ შესაძლებელია, არა აქვს მნიშვნელობა სურვილი, რამდენად დიდია შესაძლებელია აისრულოთ ის სურვილი და როცა დაიჯერებთ და არ დაუწესებთ საკუთარ თავს საზღვრებს, შემდეგ საგრძნობლად გამარტივდება ამ კონკრეტული სურვილების ასრულება. მე ეს ყველაფერი გავაცნობიერე, მე ეს ვისწავლე, რომ როცა ვისწავლე ნდობა, როცა ვისწავლე უფრო მეტად დაფასება, დანახვა, მადლიერების გამოხატვა, როცა ავივსე უფრო მეტად სიყვარულით, შემდეგ ძალიან გამარტივდა ჩემთვის ყველაფერი და აი თითქმის ძალისხმევის გახებაც აღარ მჭირდება ხოლმე, თავისით ლაგდება ყველაფერი, თავისით სრულდება სურვილები და ყველაზე მაგარი შეგრძნება კიდე ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეგრძნება, რომ ამ ყველაფერს როცა ამჩნევ ადამიანი, რომ რამდენად კარგია ეს ყველაფერი და კიდე უფრო მეტად მადლიერი ხარ ამ ყველაფრის გამო. იმიტომ რომ ხშირად რაღაცებს ადამიანები ვერ ამჩნევენ ხოლმე. შეიძლება გარშემო ძალიან ბევრი კარგი ხდებოდეს და ძალიან ხელშეწყობაც გქონდეს ადამიანს, მაგრამ ვერ ამჩნევდეს იმ კონკრეტულ თუნდაც პატარა მომენტებს და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დაინახოთ, შეამჩნიოთ თუ გსურთ ცხოვრებაში უფრო მეტიჯერ უნდა იყოთ იმისთვის მადლიერი, რაც გაქვთ, ხომ? და როცა ამ ყველაფერს შეამჩნევთ, დაინახავთ, დააფასებთ, გამოხატავთ მადლიერებას, აივსებით უფრო მეტად სიყვარულით და მოდუნდებით, მოეშვებით, ხო? ჰარმონიულად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და არა დაძაბულ მდგომარეობაში. მოდუნდებით, მოეშვებით, მიენდობით პროცესს, ხო? შემდეგ ძალიან მარტივად აისრულებთ სურვილებს. მე ამის მჯერა, ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია. მოკლედ ამ აუდიოში ცოტა ასეთ თავისუფალი სტილით მინდოდა მესაუბრა, როგორც ადამიანი, ერთი ადამიანი მეორეს, ანუ მეგობარს გაესაუბრება. იმედი მაქვს სასარგებლო იყო თქვენთვის. ძალიან დადებითი ემოციებით ვარ სავსე, იმიტომ რომ კიდევ ძალიან კარგი შედეგები დავინახე ბოლო დღეებში, პოზიტიური აზროვნების, პიროვნული ზრდის და განვითარების და მინდოდა უბრალოდ ეს დადებითი ენერგიები გამეზიარებინა თქვენთვის. ვეცადე რომ ცოტა სამოტივაციოც ყოფილიყო, იმედი მაქვს მართლა სასარგებლო იქნება თქვენთვის, წარმატებებს გისურვებთ, სიყვარულით, ნენეთ.